გამარჯობა, მე ვარ ქარელის რაიონის სოფელ რუისის მესამე საჯარო სკოლაში და წარმოვადგინე ჩემი ახალი წიგნი, ჩვენი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ცხოვრება და ასევე აგვისტოს ომის გმირების. ასევე თან მაქვს დანთებული სანთელი, ჩემი ახალი წიგნი, რომელიც უფლის სიყვარულზე დავწერე. აუცილებელია რომ გმირებზე იცოდნენ ბავშვებმა, ახალგაზრდებმა, საიდან მოვდივართ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, როგორ იბრძოლეს და როგორ მოგვიყვანეს დღემდე. ამას და ამ ყველაფერზე ვისაუბრებ რუისის მესამე საჯარო სკოლაში. აი ბავშვებიც აქ არიან ჩემ გვერდით და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბავშვებო ამ ყველაფრისთვის მოწვევისთვის და მეც ყველანაირად ვეცდები რომ გავამართლო სტუმრის სტატუსი და წარვადგინო ჩემი ახალი წიგნი. ვისაც გექნებათ სურვილი ასევე სკოლებს მოგმართავთ, აქ ვარ, მომწერეთ, შემეხმიანეთ და ყველა სკოლაში გეწვევით და ვისაუბრებ ჩვენს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე, აგვისტოს ომის გმირებზე და უფლის სიყვარულზე, რომელიც ჩემი აზრით სკოლებში უნდა ისწავლებოდეს მრავლად და მრავლად. განსხვავებულია ბავშვებო, გამოცემა, ნახეთ, განახლებულია და აგვისტოს გმირებიც არის დამატებული. ჩვენ ოკუპაციის კვირეული გავაკეთეთ ბატონო გიორგი და მაგისთან დაკავშირებით ექსკურსიაც მოვაწყეთ, შინდისში ვიყავით. ძალიან კარგი. ბავშვებთან ამ ბავშვების ინიციატივი ძალიან აქტიური ბავშვები არიან. ეხლა ჟუანტელი მივლის, რადგან არ დაიჩოქა თვით საქართველომ, მაშინ როდესაც შენ არ დაეცი ცაფირუს ხმერეთ სურმუხტის ფასი თაობებს რწმენით შენ გადაეცი. ორსული ცოლი ელოდებოდა, იქვე ეჯდა მას 10 თვის ბიჭიც. ანწუხელიძეს ახსოვდა ეს კვლავ არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი. ანწუხელიძე გამარჯვება იმ ეროვნებით ძარღვებში რომ ჩხებს, ჩვენი მედგარი გამარჩება აქ, ისევ გაგვიღებს სამშობლოს კარებს. შენი ძალა კი შრომით გვიხმობს დღეს. შენი მებრძოლი ფრთებიც აქ ქრიან და საქართველოს სანამ იცოცხლებს, სანამ ჩვენ ყველა ვიცოცხლებთ, შენც მასთან ერთად ცოცხალი გქვია. კარგია ბავშვები.